მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატა კავკასიძე, ვარ პროფესიით მზარეული, კულინარი. კიდე სხვა ბევრი რეგალია მაქვს, მაგრამ ამ მიმართულებით დავიწყოთ ამბავი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საუბარი პირველი და ვთქვათ, რატო გადავწყვიტე ამ საუბრის ჩაწერა. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ახალგაზრდა არის დაინტერესებული რომ ახლა მზარეული მინდა მათ მივაწოდო ინფორმაცია ეს ერთი მეორე ბევრი ახალგაზრდა და ძველგაზრდა არის მზარეული მაგრამ არ აქვს თეორიული იმდენი ცოდნა რამდენიც მას მოეთხოვება და ამიტომაც გადავწყვიტე ამ საუბრების დაწყება და უბრალოდ შემოვაცისთვის საინტერესო იყოს რა და პლუს ამას შემოვედი YouTube-ზე რა ამ არხზე ჩემ არხს ქვია ესე იგი პამოა იმიტომ რომ ეს არის ჩემი მეორე სახელი და უცხო არის ამიტომ გადავწყვიტე რომ პამოა დავარქვა არხს ვისაც დაგაინტერესებთ გამომყევით ბევრ რაღაცას საინტერესოს გაიგებთ იქნება საუბარი კულინარიაზე და არა მხოლოდ მე პარალელურად ვარ რესტორატორი რესტორნებს, კვების ობიექტებს ვაწყობ, შემიძლია ამ მიმართულებითაც გაგიზიაროთ გამოცდილება და რაც თავარია, მაინც ძირითადი პროფესია ჩემი არის მზარეული და მზარეულის მიმართულებით. როგორი სტილის ვიდეოები იქნება? აი ესეთი თავისუფალი სტილის ვიდეოები იქნება, დაჭრა და მიჭრა-მოჭრა არც ვიცი და ჯერჯერობით პირდაპირ რასაც ვილაპარაკებ, ჩავწერ რა. პირველი ვიდეო იქნება და არის ესეთი გაცნობითი ხასიათის და ველოდებით თქვენ კომენტარებს, რომ რაზე გინდათ თემა რა გინდათ მომწერეთ, რაზე გინდათ რომ ჩავწერო ვიდეო და გავაკეთებ. ნახოთ როგორ გამომივა. მე ვფიქრობ, რომ დავიწყო ნოლიდან და მივყვე ეტაპებს. თუმცა აქ სამზარეულოს ეგრე არ აქვს, რომ აი 0 კლასი, 1 კლასი, 2 კლასი, 3 კლასი. აქ არის მიმდინარე პროცესი და შეიძლება ესე ქრონოლოგიურად ესე არ მიდიოდეს ყველაფერი რა. თუმცა მაქსიმალურად შევეცდები, რომ დაუშვათ გავაკეთო პირობითად რაღაცა 20 საუბარი, ისე მოვიტანე ეს ციფრი, 20 საუბარი და ამ საუბრებს კონდეს რაღაცა განვითარება რა, აი მაგალითად პირველი თემა დაუშვათ იყოს, რომ ადამიანს საერთოდ გამოცდილება არ აქვს და საიდან უნდა დაიწყოს სამზარეულოში მოღვაწეობა და რა უნდა გაითვალისწინოს და ეტაპები ვთქვათ რა, მეტნაკლებად აი რა რის მერე რა შეიძლება შეხვდეს და ამ საუბრების განმავლობაში შევეცდები ყოველ შემთხვევაში რომ იყოს თქვენთვის საინტერესო. ესე იგი პირველი ალბათ იქიდან უნდა დავიწყოთ რომ რა არის ზოგადად ეს პროფესია, ხო? მზარეულის პროფესია. მზარეულის პროფესია არის მეტად მნიშვნელოვანი რამ, რაც გულისხმობს იმას, რომ შენ ამზადებ კერძებს, დესერტებს, კულინარიულ ნაწარმს, კულინარიულ მინი ნაწარმს და სთავაზობ სტუმარს, ხო? იგივე მომხმარებელს. და შენ როგორც მზარეული შეიძლება იმუშაო სხვადასხვა მიმართულებით. სამზარეულოში არსებობს სხვადასხვა პოზიციები, არსებობს სხვადასხვა იერარქიები და ასევე არსებობს სხვადასხვა მიმდინარეობები, ხო? ამ ყველაფერზე ეტაპობრივად მე ვისაუბრებ. მაგრამ როდესაც შენ იწყებ პირველ ნაბიჯებს სამზარეულოში, მაგალითად ხარ სკოლის მოსწავლე, ხო და დაამთავრე სკოლა და უშუალოდ და გაინტერესებს რა რაღაცა ტელევიზორში ნახე ან
ონლაინ სივრცეში რაღაც კულინარიული შოუები ან სახში შენ თვითონ ამზადებ და გაინტერესებს და გინდა რომ გახდე მზარეული. აი ხა ჩაუჯექი, მოიმარაგე პოპკორნი და მოусმინე პაატაძიას. ჯერ ერთი იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ მარტივი საქმე არ არის. არის საკმაოდ შრომატევადი, როგორც ეკრანებზე ჩანს ეგრე არ არის, მაგის უკან არის ძალიან ბევრი ფიზიკური და გონებრივი შრომა. საწყის ეტაპზე გონებრივი შრომა დიდად არ არის, თუმცა ეტაპობრივად ემატება გონებრივი შრომა. გონებრივი შრომაში იგულისხმება სხვა საორგანიზაციო საკითხები, რაც სამზარეულოში იწარმოება, ხო? არის იქ შემდეგ ჰასპის სისტემა, ამაზეც ვისაუბრებ, სხვადასხვა მაგალითად paperwork-ი, რაც არის, ხო? რაღაც ქაღალდები, კომპიუტერი, Excel-ები, კალკულაციები და ასე შემდეგ. ჩავშნები და მოკლედ და რა თქმა უნდა შრომის მიმართულება. ხა პირველი რაც უნდა გაითვალისწინო, უნდა გაიაზრო, ხო, რა არის მზარეულის პროფესია და რა მოვალეობები აქვს, აი რაც ვთქვი, ხო? ამაზეა საუბარი. შემდეგ უნდა იცოდე, რომ შენ შეგიძლია დაიწყო სხვადასხვანაირად მზარეულობა. და მოდი ვთქვათ, ხა თან ქართული რეალობაც ვთქვათ, რა გვაქვს ქართულ რეალობაში. გვაქვს პირველი ვარიანტი, რომ მიდიხარ პირდაპირ კაფეში, რესტორანში, ნებისმიერ კვების ობიექტში, მზარეულის დამხმარეთ. როგორ მიდიხარ? ან პირადი ნაცნობის საშუალებით, ხო, მეგობრის ან ვიღაცის რეკომენდაციით, რომ იქნება დაიწყოს და აქ საუბარი არ არის, რომ შენ ხელფასი გქონდეს, იწყებ დამხმარეთ პრაქტიკანტად და ვითარდები იქა და შემდეგ ნელა უკვე ხელფასს გაძლევად. მაგალითად მიხვედი რომელიღაცა კაფეში, მზარეულის დამხმარეთ, შენმა მეგობარმა გითხრა რომ მოდი, კაი ბიჭი ხარ, ყოჩაღი ბიჭი ხარ, გაინტერესებს, შენც დაინტერესდი, მიხვედი, რაღაცა 1 თვე, 2 თვე, 3 თვე გავიდა, შედარებით რაღაცები აითვისა და მე უკვე რაღაცა ჯამაგირი დაგენიშნა, ხო? ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი და ყველაზე აპრობირებული არის უკვე რომ საფუძვლიანად შეისწავლო ის, რასაც ახლა მე ვსაუბრობ, რომ თეორიული სწავლა და თეორიული განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიხვიდე კულინარიულ სასწავლებელში, ჩააბარო, არის ფასიანი კულინარიული სასწავლებლები, არის უფასო კულინარიული, რომელიც სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა იქ ადგილები შეზღუდულია, ასე რომ გაქვთ არჩევანი ან და გაიაროთ სხვადასხვა კურსები კულინარიული. მე მაგალითად იკაროსში ვასწავლი უკვე 8 წელი არის და რა თქმა უნდა გირჩევთ მან, ხო, იკაროსში. ასევე არის კარგი ფასიანი სასწავლებლებიც. იმასაც გირჩევთ. ხო? თუმცა ჩვენთან ახლა ადგილები შეზღუდულია. ახლა მაგალითად იკაროსში რო ავიღოთ, არის 18 თვიანი. ამ 18 თვეში მთლიანად ამ თეორიულ მასალას გადიხარ და პლუს პრაქტიკას. მე შემდეგ უკვე მიდიხარ საწარმოში. ეს ერთი გზა, რაც შეგიძლია რომ დაიწყო დამატებით, ესე ვთქვათ, კიდევ ერთი გზა, დაიწყო კულინარია. 9 კლასიდან არის მიღებები, როგორც მახსოვს, დაამთავრე 9 კლასი, შეგიძლია უკვე ასევე არის ინტეგრირებული რა, შეგიძლია სკოლის პროგრამაც გაიარო. ეს ორი ვარიანტი არის ძირითადად და მესამე ვარიანტი არის უბრალოდ შენ გააკეთო რეზიუმე, CV, რაღაცა შექმნა და შეხვიდე დასაქმების საიტებზე ან შეხვიდე Facebook ჯგუფებში, ან ჩემ ჯგუფში შეხვიდე, მზარეულების ჯგუფი რო არის Facebook-ზე, ეგეც ჩემი ჯგუფია და მან დააკვირდე, რომ შეიძლება ვიღაცა ითხოვს. მე მინდა მაგალითად მზარეულის დამხმარე და იქ უწერია, რომ გამოცდილება არ არის საუცილებელი. აქ შეგიძლია შენი რეზიუმე, შენი CV გადაუგზავნო, მარტივი, კიდევ ერთხელ ვამბობ, შენ გამოცდილება არ აქვს, ეხა იწყებ. სახელი, გვარი, მონაცემები და რაღაცა სამოტივაციო წერილი, რომ მე ვარ მოტივირებული და მინდა დავიწყო, ხო, ასეც. და ესეც მესამე გზა, ფაქტობრივად, საიდან შეიძლება დაიწყო.
და რა ხდება შემდეგ? დაცხა. თუ თქვათ ამ მესამე ვარიანტს განიხილავ, პირველი და მესამე თითქმის იგივე, უბრალოდ წყარო არის სხვანაირი, ხო? წყაროა სხვანაირი. აქ უკვე შენ არ გაქვს თეორიული განათლება რა. ხო და ესეთი არის ძალიან ბევრი საქართველოში. ზუსტად ამიტომ დავიწყე ეს საუბრები კიდევ ერთხელ ვამბობ რა, რომ მაქსიმალურად ვეცდები ეტაპობრივად ყველა ის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავაზიარო, რაც თეორიული ცოდნა არის და არ არის მაინდამაც პრაქტიკული ნაწილი. არის პრაქტიკული აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკულ თეორიული აუცილებელი ცოდნა, ხო? და თუ მიყვები მაგ გზას, აუცილებლად მოკლედ ყველა ვარიანტში რა გზასაც არ უნდა მიყვებოდე, თუ დანა გიჭირავს ხელში, ჩემი არხი უნდა გამოიწერო, დაალაიქო, გაუზიარო შენს მეგობრებს. ყველა ვარიანტში. ეხლა გავაგრძელოთ გზა, ხო? შენი კარიერული გზა. ერთი, ესე იგი, ვთქვათ, ერთი მხარე, მეორე მხარე არის აბარებ სასწავლებელში, ხო? სასწავლებელს ჩაბარების შემდგომ შენ გაქვს რაღაც გარკვეული პერიოდი მოსამზადებელი, თეორიული პრაქტიკულ ცოდნას იღებ, ამთავრებ ამ კურსს, შემდეგ მიდიხარ უკვე საწარმოში და იწყებ უკვე მზარეულის დამხმარეს მუშაობას. ეხლა მოდი კიდე ხაზი გავუსვათ რას, ჩვენ ვთქვათ პოზიციები და იერარქიები ამ ვიდეოში მოდი ეს ჩავსვათ. სამზარეულოში არსებობს იერარქიები, ანუ საიდან შეგიძლია დაიწყო და სადამდე შეგიძლია ახვიდე რა. და საინტერესო არის ესა. და ვინც არის ის ჩაინიშნეთ და მოვალეობებზეც შეგვიძლია რომ ორიოდე სიტყვა ვთქვათ. ვის რა მოვალეობა აკისრია. ესე იგი პირველი არის ინტერნ ხო, რასაც ეძახიან, ანუ პრაქტიკანტი, ვისაც ხელფასი არ აქვს და არაფერს არ მოეთხოვება გარდა დისციპლინარულ საკითხებისა, ხო? ინტერნ. მეორე და უკვე შტატში არის კომის შეფი. კომის შეფი შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად. 1, 2, 3 კომის შეფი 1, კომის შეფი 2, კომის შეფი 3. ეს არის ყველაზე დაბალი პოზიცია სამზარეულოში. ოკეი? კომის შეფი 3 არის ყველაზე დაბალი პოზიცია. ინტერნის შემდეგ არის კომის შეფი 3. შემდეგ კომის შეფი 2, კომის შეფი 1. ხა რა მოვალეობა აქვს ამას? არის მზარეულის დამხმარე და ევალება შეასრულოს მზარეულის მითითებები, ხო? დაასუფთავოს ბოსტნეული, მოამზადოს სხვადასხვა ნახევარფაბრიკატები დისციპლინარულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვსაუბრობთ, ყველა ვინც არის სამზარეულოში დისციპლინარული საკითხები ყველას ეხება თანაბრად. ეს არის თანაბრად გაწერილი და ამაზე ცალკე მე ვიდეოს ჩავწერ. ან ვიდეოში რაღაცა ეტაპს დავუთმობ. შემდეგი არის დემის შეფი. დემის შეფი შეიძლება იყოს 3 უფრო არა, მაგრამ 2, 1. ან დემის შეფი 2 უფრო დაბალი პოზიცია, დემის შეფი 1 უფრო მაღალი. დემის შეფი არის უკვე მაღალი პოზიცია და უკვე არის მზარეული. ანუ დემის შეფი რო ხარ მზარეული. ამან ხელფასების ვთქვათ, გაიქნება აქ. ესე იგი, კომის შეფის ხელფასი თბილისში და ზოგადად საქართველოში, მაგრამ ნუ გააჩნია სხვადასხვა რეგიონში, მაინც განსხვავებული არის. არ დავიწყებ ახლა საიდან იყო, მაგრამ მომატებული არის რა, საკმაოდ მომატებული არის, თუმცა კიდე ნენელა იზრდება. 1000, 1200, 1300 ეს არის აი მინიმალური ხელფასი, 1300 ვთქვათ რა. 1000 შეიძლება აი სულ თუ ძალიან დამწყები ხარ, 1000 ლარი ეგ არის რა. 1300 ლარი საშუალოდ არის კომის შეფის ხელფასი. 1, 2, 3 ნუმერაციით რატო ხდება ეს? გააჩნია როგორი ობიექტია, თუ რესტორანი არის, რაღაცა ესეთი ეთნიკური რესტორანია, ხო, დაუშვათ, მან ბევრი პოზიციები შეიძლება არ იყოს და იყოს უბრალოდ კომის შეფი. თუ არის რაღაცა სასტუმრო სტილის კვების ობიექტი, სადაც ბევრი სხვადასხვა აუთლეტები არის, ეს დაყოფა განისაზღვრება კიდე იმით, რომ შენ შიდა წახალისებები გაქვს და მინიმალური ხელფასის ზრდა შეგიძლია.
და მეტი мотиваცია ჩნდება შიგნით, რომ უფრო კარგად იმუშაოს გუნდმა. ეს ერთი კრიტერიუმი და მეორე კრიტერიუმი უკვე შენ გამოცდილებას უსმევ ხას, რომ შენ უკვე კომიშეფი 3-დან მოხვედი და უკვე კომიშეფი 2 ხარ დაწინაურდი პროგრესი გაქვს, ხო? დემიშეფის შემდეგ მოდის შეფ დე პარტიე და დემიშეფზე ის უნდა ვთქვათ, რომ არის უკვე მაღალი პოზიცია და უშუალოდ მზარეულია და ამზადებს კერძებს, კულინარიულ ყველანაირ ნაწარმს. ოღონდ აქ საუბარი გავამახვილოთ კიდე იმაზე, რომ შენ თუ ირჩევ მზარეულის პროფესიას, უნდა იცოდე, რომ არსებობს სამზარეულოში საამქროები, ესე ვეძახით რა. მაგალითად, ცივი საამქრო, მაგალითად, ცხელი საამქრო, საკონდიტრო, საცხობი და ამ ყველა საამქროში ეს პოზიციები თანაბრად შეიძლება ნაწილდებოდეს. მაგალითად, შენ შეიძლება იყო დემიშეფი ცხელი საამქროს განყოფილებაში, ან pastry განყოფილებაში, ხო? საკონდიტრო განყოფილებაში. შესაბამისად, შენ გაქვს უკვე განვითარების სხვადასხვა მხრივი საშუალება. განვითარდი ან ცივების მიმართულებით, ცივი კერძების მომზადების მიმართულებით და ეს უკვე შიგნით ცალკე პროფესია, ასე ვთქვათ რა. შეიძლება მანდ იყო დემიშეფი, ან დემიშეფი იყო ცხელ კერძებში, ხო, ან ბეიქერში. ან ვთქვათ ბოსტნეულის საამქროში. და ეს არის უკვე მზარეულის პროფესია. დემიშეფი. და პასუხისმგებელი არის კერძების მომზადებაზე, კომიშეფზე არის იერარქიით მაღლა და შესაბამისად მას აძლევს მითითებებს და თუ ვთქვათ კონკრეტულად რომელიღაც სექციაში ცივი კერძების საამქროში ხარ, მაგალითად დემიშეფი ხარ, შენ პასუხისმგებელი ხარ კერძების გაშვებაზე, სწორად თუ არის ალეკარტი მომსახურება. ხშირად ბევრ სიტყვას ისეც გამოვიყენებ, რაც არ იცით დამწყებებმა, თუმცა ვინც კიდევ აი 0-დან, აი ამ ჩემი პირველი საუბრიდან გამომწვევა და ახან 20 ვთქვი დაუშვათ 20 საუბარს უყურებს თავიდან ბოლომდე, დამერწმუნეთ, ძალიან დიდი თეორიული განათლება გექნებათ. პრაქტიკა ბევრმა ისედაც შეიძლება იცის, ახლა ვინც მიყურებს, ვინც დამწყები ხართ, თქვენ უკვე გექნებათ დამატებით ინფორმაცია ქართულ ენაზე, რომელიც არ არსებობს YouTube-ზე. ასე რომ დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, კომენტარებში დამიწერეთ მადლობა მადლობა პამლა და გავაგრძელოთ ვიდეოს ყურება აუცილებლად. ბოლომდე უნდა უყუროთ, იმიტომ რომ ბოლოში კიდევ საინტერესო რაღაცას ვიტყვი. რაც აუცილებლად გამოგადგებათ. ჯერ არ ვიცი რას ოღონდ, მართლა ვიტყვი რაღაცას ისეც. ალეკარტე რა არის? ხა ალეკარტე არის კარტა რა, ესე იშიფრება შეკვეთა ბარათიდან რა, კარტა ანუ ბარათი, ხო? ანუ მე რესტორანში რომ შედიხარ და მენიუს რო იღებ და უკვეთავ, ეს არის ალეკარტ მომსახურება, ამას ვეძახით. რატო უსვავ ხას? იმიტომ რომ სხვადასხვა მომსახურებები არსებობს რა. მაგალითად არსებობს ბუფეტი, ხო? არსებობს ალა ფურშეტი და სხვა. ამაზე მე სხვა დროს ვარ. მოკლედ ალაკარტზე როცა მუშაობ და ხარ დემიშეფი, პასუხისმგებელი ხარ კერძების გაშვებაზე, ნახევარფაბრიკატების მომზადებაზე და სხვა. შემდეგი იერარქიით, ესე იგი გვაგრძელებ. დემიშეფს მაღლა არის შეფ დე პარტიე და შეფ დე პარტიე არის უკვე ფაქტობრივად აი სუშეფის ქვედა პოზიცია, რომელიც პასუხისმგებელი არის გააჩნია კიდევ ამ ობიექტს, როგორც წესი პასუხისმგებელი არის აი ამ საამქროები ხო არის დაყოფილი. თუ ვთქვათ დიდი ობიექტია და კარგი ობიექტია რამოდენიმე საამქროში, ხო ვთქვათ თითო საამქროს ყავს თავისი შეფ დე პარტი როგორც წესი და თითო საამქროს ზედამხედველობას უწევს. მაგალითად, ცხელი საამქროს შეფ დე პარტიე არის მთლიანად პასუხისმგებელი აი ცხელი საამქროს გამართულად ფუნქციონირებაზე, მათ შორის ბაზრის მიღებაზე, ხო, ხარისხის გაკონტროლებაზე, მარაგების კონტროლზე
და სხვა საორგანიზაციო საკითხებში. აქ უკვე ნელ-ნელა ერთვება ისა რა ქვია. twini. ცოტა დაბალ პოზიციებზეც გინდა ეხა twini რომ წესიერ გათალო კარტოფილი, მაგრამ გულისხმობ უფრო მეტად პასუხისგებლობა იმატებს და მეტი არის მაგალითად კომპიუტერზე სამუშაო, მეტი არის ქაღალდებზე სამუშაო, შესავსებია ცხრილები, მაცივრების ტემპერატურები არის შესამოწმებელი და ასე შემდეგ. როგორც წესი შეფდეპარტი შეიძლება იყოს 2-1, მაგრამ ზოგადად შეფდეპარტი არის ხოლმე რა. უფრო დემიშეფს ეყოფენ 2 დემიშეფი და დემიშეფი 1 შეფდეპარტი ზოგადად შეფდეპარტი. ეხლა ამის შემდეგ მოდის უკვე სუშეფი. ჯერ კიდე ბევრი არის. ეს ადამიანზე უნდა მიხვიდე ნახე. ჯერ ეხა თუ იწყებ გაგიხარდეს და 1300 ლარზე თუ იწყებ მუშაობას, ანუ წინ რა გაქვს. ნახე. სუშეფი, ხო? სუშეფი იყოფა კიდე სამ კატეგორიად რა. არსებობს სუშეფი და ამის ქვედა დონე და ზედა დონე. სამზარეულოში რა და შესაბამისად ობიექტიდან გამომდინარე ინაწილებენ ფუნქციებს. სუშეფის ქვედა დონე არის ჯუნიორ სუშეფი, ესე ვეძახით. სუშეფი თვითონ სუშეფი და ზედა დონე სინიორ სუშეფი. ანუ ჯუნიორი აქვს და სინიორი აქვს რა. ესე იგი შეფდეპარტის მერე არის უკვე ჯუნიორ სუშეფი, მერე სუშეფი და სინიორ სუშეფი. ხა ეს ამდენი სუშეფები რა გვინდა ვიძახი, მაგრამ ნახე, ანუ ობიექტიდან გამომდინარე, თუ პატარა კაფე არის, იქ ერთი სუშეფი არის და ჯუნიორიც არის, სინიორიც არის და ეგზეკუტივის და ყველაფერი, მაგრამ თუ რამოდენიმე აუთლეტი არის, ინაწილებენ საქმეს. შეიძლება იყოს საბანკეტო მიმართულება ცალკე და მაგალითად რომელიღაცა სუშეფს ჩაებარო საბანკეტო მიმართულება, ასევე სმენებში ნაწილდებიან, რომ პასუხისმგებელი პირი სულ იყოს ობიექტზე. და სმენას რახან შევეხე 2 სიტყვით თქვათ სამუშაო საათები რა არის 48 საათი და აქედან ნაწილდება რომ 5 დღე მუშაობ და 2 დღე ისვენებ 8 საათია სამუშაო საათი დღეში 900 - 1 გამოდის რომ 9 საათი გეწერება მუშაობა და იქიდან 1 საათი ბრეიქ ტაიმი არის მაგრამ სამზარეულოში ეგ როგორ არის როგორ ნაწილდება ეგ ბრეიქ ტაიმი კიდე ცალკე თემაა ეს 1 საათი გავიდე და როგორც შეიძლება მაგალითად რომელიღაცა ბანკის თანამშრომლებს ჰქონდეთ ესეთი შესვენება ესე არ არის აქ დაყოფილია ამას მერე სუშეფის შემდეგ უკვე მოდის შეიძლება რომ პირდაპირ მოდიოდეს head chef-ი იგივე chef de cuisine ესე ეძახიან head chef-ი და chef de cuisine პოზიციურად ერთ და იგივეა რომელიც უკვე პასუხისმგებელი არის მენიუების შექმნაზე და მთლიანად სტაფის კონტროლზე გააჩნია ობიექტს კიდე ერთხელ ვამბობ შეიძლება head chef-ი იდგეს კიდეც პასი ვეძახით იგივე რაზდაჩა ქართულად რა არის გამშვები კერძების გამშვები მაგიდა ხო ესე საიდანაც კერძები გადის აქ რატო არის მნიშვნელოვანი რომ იდგეს გამოცდილი პირი იმიტომ რომ შენ როდესაც კერძს უშვებს სტუმრამდე ჯერ მზარეული სინჯავს კერძს მერე აწვდის უკვე მაგალითად სუშეფს ან head chefs კერძს და ის კიდე სინჯავს აგემოვნებს ორგანოლეპტიკურად ამოწმებს რა არის ორგანოლეპტიკური შემოწმება ეს არის ისინი ერთ ვიდეოში რამდენი რაღაცა გამოხდა ისეთი რაც უნდა ავხსნა ხო თუ შენ ნოლიდან იწყებ ორგანოლეპტიკური შემოწმება ნიშნავს რომ ან გავსინჯე ან დავყნოსე ან შევხედე ან შევეხე ეს ტერმინი გამოიყენება პროდუქტზეც როდესაც მე პროდუქტს ვიღებ ბაზრიდან რომ როგორ ვაფასებ ორგანოლეპტიკურად ვაფასებ და იცოდე ეს ტერმინი head chef-ის შემდეგ არის უკვე executive chef-ი, მაგრამ შეიძლება ყავდეს executive chefs თავისი პირადი, ესე ვთქვათ, მოადგილე, რომელიც არის executive sous chef-ი. ანუ executive sous chef-ი და executive chef-ი, ხო? იგივე აღმასრულებელი chef-ი. და ამ აღმასრულებელ chefs უკვე აქვს შეხვედრები, მიტინგები, ის არის პასუხისმგებელი ტრენინგებზე,
რომ დაატრენინგოს სტაფი, დაატრენინგოს უშუალოდ head ესე პოზიციებზე ვინც არის, იგივე შეიძლება ეს იყოს სუშეფები, head chef-ი, chef de partie და აი ამ გუნდს ხელმძღვანელობს, რომ აი ამ გუნდმა იერარქიულად სწორად წარმართოს პროცესები. და ნუ კიდევ ბევრი უამრავი მენიუების განახლება, ხარისხის მონიტორინგი და ასე შემდეგ. აქ დამთავრდა პრინციპში, მაგრამ რჩება კიდე ერთი პოზიცია executive chef-ის ზევით, რომელიც ნელ-ნელა საქართველოშიც უკვე აქტიური ხდება, ეს არის brand chef-ი. brand chef-ი უკვე წარმოაჩენს კონკრეტულად იმ ობიექტს, სადაც მუშაობ, ხო, მაგალითად სასტუმროა თუ რესტორანია თუ კაფეა თუ რა, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ის უკვე გააჩნია ეს ხშირად მიწევს ამის გამოყენება, გააჩნია რა ობიექტია, იმიტომ რომ არის კაფე, ბარი, სასტუმრო, რესტორანი, სხვადასხვა კვების ტიპები და ობიექტები, რასაც ეტაპობრივად მე შევეხები, სწრაფი კვების და ასე შემდეგ, რა დონეზე არის და როგორ არის ჩართულობა მისი აუცილებელი. ეს უკვე შეთანხმება ხდება F&B მენეჯერთან ან general manager-თან, მისი ფუნქცია მოვალეობები როგორ იქნება გაწერილი, მაგრამ ძირითადად ეს არის სიახლეებზე ორიენტირება, განახლება, მენიუს განახლება, რაღაცა მათ შორის როგორც executive chefs, ასევე brand chefs აქვს იმის საშუალება რომ ჩაატაროს ტრენინგები, იმიტომ რომ ის ძალიან გამოცდილია, იმიტომ რომ ეს ყველა ეტაპები მან გაიარა და იცის უშუალოდ ქვევით მდგომი თანამშრომლის განცდები და რა თქმა უნდა უშუალოდ executive chef-თან და head chef-თან ერთად აგეგმარებს რაღაცა მაგალითად კვარტალურად მენიუს განახლებას, ასევე გადიან ერთად სხვადასხვა სტრატეგიებს, მაგალითად სტაფის მიმართულებით, ვინ დაწინაურდეს, ვინ წამოიწიოს წინ, ვინ გაუშვათ სამსახურიდან. ამ ყველაფერს იღებს executive chef-ი გადაწყვეტილებას, მაგრამ brand chef-იც ხშირად არის ჩართული ამ მიმართულებით, რომ იცოდეს რა ხდება მის ობიექტზე. ეგ არის იერარქიები და შესაბამისად შენ თუ ხარ ახლა დამწყები, უნდა გაიარო ყველა ეს იერარქია და ხვიდე, ესე იგი, მაღალ საფეხურზე. შესაბამისად ხელფასიც იზრდება და იზრდება. დავიწყეთ ახლა 1300-დან და ნელა მერე ემატება, ხო? და გააჩნია რა ობიექტზე ხარ და რამდენი ობიექტი გაბარია. თუ მაგალითად brand chef-ი ხარ და მაგალითად რაღაც ქსელური გაბარია 5 ობიექტი ან 6 ობიექტი, მაგასაც გააჩნია რა, მაგრამ როგორც წესი, საინტერესო არის ესა მესმის რომ რამდენს ბოლოში რა ხდება, ხო და თუ ვთქვათ მაგალითად, აი მინიმუმ 1-0 მოგემატება რა. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. მინიმუმ 1-0 მოგემატება. საიდანაც დაიწყებ. მაგრამ ნახე როგორ რაღაცა არის. შენ თუ მაგალითად გახსენი ერთი ობიექტი, ხარ brand chef-ი, executive chef-ი არის ობიექტზე, სხვადასხვა პოზიციები დალაგებულია მეტნაკლებად და გაქვს პირობითად 5000 ლარი ხელფასი რა. და შემდეგ გაიხსნა მეორე ობიექტი, სადაც შენ იქნები brand chef-ი. საშუალოდ 33% ემატება ხოლმე ამ 5000-ს. მეორეს რო გახსნი. თუ მე კიდე მესამეს გახსნი, მეოთხეს გახსნი, მეხუთეს და 10 და 30 შესაბამისად იზრდება. ეხა რაც შეეხება working hours რაც არის, ხო? brand chef-ი ობიექტზე არ არის, როგორც წესი, არის ხოლმე executive chef-ი და დანარჩენი თანამშრომლები. ხვევით. brand chef-ი არის ადამიანი, რომელიც მაგიტომ ამბობ, ანუ შეიძლება ქსელის მეთვალყურე, იგივე მენეჯერი გამოდის რა, პრინციპში რო ვთქვა, მენეჯერი, სამზარეულოს მენეჯერი, იგივე გამოდის ეს.
ასე რომ ეს არის იერარქიები, არ ვიცი რამდენი წუთი მიმდინარეობს ჩაწერა, მოდი აქ ნელ-ნელა ბოლოში გავალ, რადგან პირველი საუბარი არის, მეორე საუბარი რა უნდა იყოს, ჯერ არ ვიცი, კომენტარები დამიწერეთ, გააზიარეთ ეს ვიდეო აუცილებლად, რომ ნახოს ბევრმა ადამიანმა და უფრო და უფრო საინტერესო იქნება მეორე ვიდეო, მესამე ვიდეო. შემდეგ მე ამ არხზე სხვადასხვა განვითარებებიც შეიძლება იყოს, როგორც ახლა YouTube არის, це YouTube მიმართულება ცოტა გართობა ცოტა ისა ცოტა ესა, მაგრამ ძირითადი ხაზი ჯერჯერობით ეს არის საუბარი აი ამ თეორიულ სწავლებაზე, კულინარიის მიმართულებით. აბა დროებით. ნურჩ